დავლიოთ ყავა. მეორედ დავლიოთ ყავა. ეს მისვია თავზე როგორც მიხვდით თმის მიღაბილიო ოილის თმის ცვენის 2 დღე ჩამივარდა და ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ არც ერთი დღე ჩამვარდნოდა, მაგრამ ისეთი რითმით მქონდა რაღაცა ის დღეები აწყობილი, რომ ისე დროს ვიღებდი შხაპს, რომ ვეღარ ვასწრებდი, ხა ის 3 საათი გამეჩერებინა თავს და გამოვიდა რომ ცოტა თმის მიღებში დაგვეროვა ეს ბალანსი და დღეს დავუბრუნდი ისე დავადგავ ყავას და მოცუქცუქდები. ვაიმე, ცხელა კარმა გვაქვს ჩართული ხალხო, იმიტომ რომ ძალიანად ციო და აი უსაშველოდ ციო და უკვე საღამოსკენ წავედით ფაქტობრივად, მაიმე მე ნუ ჩემი ვიზუალი აღარ წერი არაფერში. მე რა უნდა მოვიხსნა და რატო ეს მტკენს თავს, ანუ რაღაცა მუჭერას ვერ ვიტან. არ დამიშლია დედა ის მისვია. ცოტა ხანი ჩახურდეს და მე მოვიხსნა. აქ პაკეტი იხარშება დილით ჩემს მეუღლეს გავუკეთე ხინკალი, რომლის გადაყებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ არა უშავს. კიდევ მრავალჯერ გავაკეთე. ხო და მამა ჩემისთვის გავყინე, რომ ხვალ უნდა იმას უქნა, რა ქვია. ჯერ არც გაყინულა მთლად ისე როგორც მე მინდა. ხო და აი მე დავუწყდი. ხო და ეს ხვალ მინდა მარიკოს სტოლმა დავუდგა და მოვუხარშო და პარალელურად თუ არ დამეზარა, მაგრამ რა უშავად მძიმეტრია დამეზარება. აი მე გავიარო მე კიდევ ვიყიდო ხორცი და შევავსო ეგრეთ წოდებული მარაგი ტოლმის, მე ჩვენე გამზადებული მქონდეს, აუ ბევრად მაგრად გრძნობ თავს გამზადებული რომ მაქვს და არა მარტო ეგ კოტლეტი და რაღაცები უნდა გავამზადო. რასთავარია ჩემი ლომი აქ ამყავს და იქ ჯერ აქაც კი ტოვებს, წარმოიდგინეთ ცოტ-ცოტას აი ხელა რაღაცაში და თქვენ წავედით იმ ხელა დაზგაში რომ ატარებენ იმ ხორცს, რამდენი რჩება შიგნით თქვენ წარმოიდგინეთ და ჩემს ხორცს მოეწონა, კარგიაო და მეთქი დიდი მადლობა შენი დამსახურებით. ხო და დღეს თუ იცით რა მომივა, რამდენიმე საათში ველოდები ჩემს ასევე მარჯვენა ხელს და ვაიმე იმედი მაქვს რომ იმედი არ გამიცრულდება, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, დავურთავ ფოტოს და ვისაც გაქვთ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება როგორ იყენებთ. ჩვენ მხარეში ხო თათარბერაკს მივერთმევთ ხოლმე, ანუ გრძლად დაჭრილ ცომებს. ხო და მაგისთვისაც გამოდგება იდეალურად და ყველაზე მეტად რისთვისაც მინდა ეს არის ხინკლის რომ ვაიმე დავეხალამაჯები. ხო და თან ერთიანად აფრთხელებს და არ არის ზოგი მაღლა მეტად შუა ნაკლებად და ასე შემდეგ. ხო და ვნახოთ და ვფიქრობ რომ დღესვე დავტესტო, იმიტომ რომ ცოტა ფარში შემოვინახე მაგისთვის და ვნახო. იმას გავყიდო მე. ცოტა გამოერთი 5 წელი ალბათ, მაგრამ მაგისთვის შემოვინახე რომ ცომი მინდა უცებ მოვზილო და ვნახო როგორია. და რაც შეეხება ჩემს მანქანას ხორცისას გეტყვით რომ თუ კი ბავშვს ძინავს, არ გირჩევთ ამის ჩართვას, ან თუ მეუღლეს ძინავს, ან თუ რა ვიცი დედამთმე ძინავს, საერთოდ ვინმეს უძინავს. ნუ ჩართავთ, იმიტომ რომ აქვს საკმაოდ დიდი ხმა და ღრმად ძილში მყოფსაც გამოგაღვიძებთ აუცილებლად, თორე სხვა შემთხვევაში არის ძალიან კარგი. დუღდი ყავა. ეგ მინდოდა მეთქვა, მე აუცილებლად თქვენთან ერთად დავტესტავ კიდევ ერთხელ და გაჩვენებთ რამდენად დიდი ხმა აქვს. თუმცა ეხლა ეს სხვა რა რომ ყოველ დღე ყოველ წუთიერად ვიყენებდა და აი რამდენიმე წუთი აიტანა და მე ჩვეულებრივად. ასევე ძალიან კარგია პომიდორისთვისაც. ძალიან კარგია და ძალიან ბევრი მომითხარ რომ უიმე ვიყენებო ხორცის გარდა პომიდორისთვისაც და იდეალურიაო. ქაბაბი გოგოებო, ვისაც ეს გაქვთ, ესეთი და არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ეს გაქვთ, მაინტერესებს ქაბაბი როგორ უნდა გავაკეთო, ანუ კი აქვს თავისი თავი, მაგრამ ესე იგი ყველაფერი უნდა გამოვატარო აბსოლუტურად და მე ეგ თავი გავუკეთო თავიდან
და თავიდან ჩავდო ფარში ყველაფერი შეძავებით, რომ გამოვიდეს ქაბაბის ფორმა. ხო, სწორად მივხვდი. მეტი ფაქს. და სახეზე არაფერი მისვია და შემოკვდრის ფერი მატებს, მაგრამ არ შეიმჩნიოთ რა გეხოცებით. მე ახალი მაშინი და გიყიდა ვარდის ფერი. ჩემო სილამაზე და სიყვარული. და სამის ფერი უნდა გიყიდა. მამე გოგოებო კონექტივიტის თითქოს ნიშას ვატყობ, შევა არც, მაგრამ ანუ ხო, რას მირჩევთ აი სახლში, აი ეს უცებ ახლა რა შეიძლება მოვიფიქრო, ვაიდა, გამართლეს ჩემი ეჭუშება, არც, მაგრამ ვაიდა. რას მირჩევთ? რა შეიძლება სახლის პირობებში გავუკეთო? მოიხარშე რა, ძალიან გადახარშული არ მიყვარს და არც არის პრინციპში ძალიან გადახარშული. მეც მივირთვი ხინკალი 5 პატარა მივირთვი, რადგან ღორიძერია მოვერიდე, იმიტომ რომ 98 კალორია აქვს და არ მომეწონა სიმართლე გითხრათ ღორი და საქონელი ერთად, იმიტომ რომ მივეჩვე მხოლოდ საქონლის ხორცის ხინკალს და აღარ მომწონს ღორგარეული და რა გავაკეთო არ ვიცი. ანუ აი მუღამს ვეღარ უჭერ, აი როგორც მომწონდა ადრე, არ იმდენად მივეჩვიე საქონლის ხორცის რაღაცა ინტენსიურ გემოს, რომ ამას ვეღარ მივირთმევ. და თან დიდი კალორია აქვს შედარებით, ვიდრე იმას 5 ცალი მივირთვი მხოლოდ და მეტი არა. პატარები გავიკეთე. თორე ხა ამას რო ვაკეთებდი, გინდა არ გინდა თვალი ხო იცით. ხო და არც მე სიამოვნა, არც იქ პატარა 5 ცალი თქვენ წარმოვიდგინეთ რა. არა სიამოვნა ჩემს გულს და სულს. და რაღაცა ქვილი იყო, რაღაც არანორმალურად საშინელება. არ ვიცი, რატო ყიდიან ასეთ თან რო ეტყურო ხინკლისთვის გინდა და კი, კაცო იდეალური ქვილი. და გატანენ რაღაცა გასაუგნებელ ნაგავს. რატო შვილო, რატო მატყუებ? დავასხად. ოპ, ხელად იყავი შვილო. დაიწვა. ასე ამასობაში წარმოიდგინეთ ხალხო, სანამ ყავა ჩალყარე და იმას ვქენი მაკარონი მოიხარშა თითქმის იმდენი ხანი უნდება იმას რა ქვია ყავის ადუღებას. რატო მიდევს ეს სადღაც მუხიანის დაჩებს ეს ტელეფონი? დაბა შტატივზე მიდევს ცოტა უცნაურად ჩანვარ, მაგრამ თქვენ მაგაზე არინერლოდ გავასწორებ ახალავე. კარგი. მოდი ჯერ არ არის კიდე ალბათ უნდა 2 წუთი მაინც შევა არც, მაგრამ მოდი ნუ კაი წავიდეთ ყავდავით. დაგიბრუნდით. მარიკოს პაკეტიც დასრულდა, ბარემ ცხიმში და იმაში ყველაფერში გავუკეთე, როგორც საჭირო იყო. აგერე ბატონო. დიდ რა კაის. აბდეს რა თქმა უნდა არ მიირთმევს. ხო და ამასობაში ყავა ცოტა შემიგრილდა და 54 კალორია პატაწონა, რაღაცა შოკოლადი ავიღე. თან მე არ მყავს ან გადარბილებული და იმას თქვენი რა ქვია. საერთოდ შევდა. მე რა კარგია ყავა. მოვიხსენი თორემ თან წითელი გამიწითლა და თან დღეს უნდა შემეხება გოგოებოც, მაგრამ რადგან ჩამივარ და ზედიზედ 2 დაბანა ჩემი თმის ნიღაბი ეგრეთ წოდებული, ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს აღარ ჩამეგდო და იქ უკვე შევიღე. უნდა გავიარო, შამპუნი ვიყიდო, ასევე ვიყიდო საღებავი ბარემ, რომ მქონდეს რა, იმიტომ რომ ვერ გავიდი, აქეთ კაი განათება მაქვს, აქეთ ეთყობა კედელი რომ მეფარება. მიცეთ გოგოებო. ხო და ვიყიდოთ ბარემ. რომ მე არ მომიწიოს ის რა ქვია. აი როგორ მინდა იცი შამპუნი 3 1-ში და 2 1-ში არ მინდა კაცო ეს რაღაცა ცალკე ბალზამები ტყიპნა და ის, მაგრამ რატომღაც მომიგრო და ძალიან ბევრი ბალზამი. ოღონდ არ ვიცი რატომ მომიგრო და ასე გამწარებით 1-4 დიდი მგონი თუ რაღაც. 4 არ ალბათ 3.
ხო და ამიტომ მხოლოდ შამპუნს შევიძენ და ნუ იმას მერე დავიტან რა უყუაბა. რა თუ მოვიგროთ აზრი არა ვარ ხო. ეგეთ ეს 2 დღე შეძენის დღე მაქვს ხო და გუში მეუბნები ყობს რომ ყობა ჩემი გული და სულ ყვავის მეუთხარ აი კივის ბედნიერების საგანძეთ აი რას მოიფიქრებ კიდევ აივე მეუთხარი სია გამოგიღო თუ შევისვენოთ მეუთხარი გუში მე რომ მოვიდა ყობა რაღაც ნახე და მთელი გულით მინდა მე არ გამაგონო ცოტა ხარი არაფერიო მეუთხარი აი ცომისის მინდა რა მეუთხარი გასაფრთხილებ ეს მე მოისახი კლასს ნახავ კატაუბშირდი. მიშველად ხაღო ეს მეკონის ახალას. ყველაფერი იყიდაო. რაც ეხება სომსო და აი რესტორნებში რო აქვს და აი ყველაფერი ახლა საღაშოი რა ადგიდა გაბაგები როგორ არის და მეუთხარი. იდა რომ ჯამყო და ეგ ჟურმატრიალო მეუთხარი. აუ იმედი მაქვს რომ გამოვიყენებ 1-2 წელი დავიღაც რომ რა ვიცი მე ვერ გაუგე ვერაფერიო და იმედი მაქვს გავუგებ თუ შეიძლება გავაფრინო. 38 ლარი დღეს ფასდაკლებით და 53 ლარად მოიტანენ ანუ რა. რომელი საათია? 3-ზე იწყებენო კურიერები მუშაობასო, ადმინმა მითხრა. ხო და 9-მდე ჩაგბარდებათო. ბარემ კი მინდოდა სხვა დროს, მაგრამ რას ვიზებს. დაველოდოთ. ესე იგი დასკვნა დავდე გოგოებო. ადრე ვაი და დავასვენო მაცივარში და ერთი დღე დავასვენო ღამე გავაჩერო. და წადიდე იქიდან ჩამოიღე, გაიქეცი ჩემოს. აი დედი იგდევს, ჩემო ლამაზო, ნახე, წადი ჩემო სიცოცხლე. არანაირი გაჩერება. ისეთი მაგარიც უნდა მოვზილე ხალხო. და ღამე გავაჩერე მაცივარში, იმიტომ რომ გუში არ მქონდა ხა მაგაზე ეკეთების თავი და დღეს გამოვიღე, გადავზილე და არის ბილი. არა უშავს, მიდი მომიტანედე და მოგიხიო. აი აქ არის მარიამ სადიყურები. აი დედიკო ხო. ხალხო გამოვიდა რბილი. ამ დროს ძალიან მკვრივ მოვზილე. რაც უფრო ზედ გადავყევით სომს, დედას გეფიცებით, აი იმდენჯერ არ გამიმართლა. წადი დედიკო, წაიღე ეს ჩემო სიცოცხლე, წაიღე. ნელა, წადი ჩემო პატარა. ხო და ესე გაუბრაზდი რომ მეთქი ამდენი ვზილე, ღამე გავაჩერე, გადავყევი, ორჯერ გამოვიღე, გუში ჩავზილე, გადავზილე, უტყი ხელები რა შევდენო. აი დღეს მეგონა რომ სომს გამოვიღებდი, აი რა ვიცი როგორ, აი ფინფანფულ სომს რაღაცას და გამოვიდა ბილი, კათხლეზილი. მე რა ვიცი. ამ დროს ძალიან მაგარი ცომი მოვზილე. და კიდე არ მიყვარს ეგეთი აი გარბის ეგეთი ცომი არ მიყვარს. გასაგებია რომ ასეთი ცომითაც მიყვარს ხინკალი, მაგრამ როგორიც მიყვარს ეგეთი მინდოდა რომ გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ხო და უცებ რომ მოვზილ და თუნდაც 10 წუთი გავაჩერებ, სანამ რაღაცას გავამზადებ აქ და იდეალური ცომი გამომდის. აი სულ არ ჭირდება გაჩერება და აბა დაასვენე 7 საათ ნახევარი და არაფერი 10 წუთი წყუფლის. სანამ რამეს გავამზადებ ხოლმე, აი რა ვიცი და ეს რატო გავმივიდა ესე ისე გავბრაზდით ჩემ თავზე რომ აი არ ვიცი. კი 39 წყალი სავარაუდოდ მომივიდა, მაგრამ იმის კვალობაზე რაებიც მე ვზილე. იმდენი ქვილი კიდე შევაზილე და მაცივარში მქონდა, არ უნდა ყოფილიყო ეგეთი, მაგრამ გამიცრუა ძალიან იმედი. ტოსტერი უნდა ვიყიდო გოგოებო, ოღონდ ხარ მე რო თქო ყობა მომკავს. ტოსტერი რომ აზრზე შეჭყვი და დაიციოს. ანუ ვახსენო ნიშნავს რომ ყობა უნდა ვიყიდოს, იყიდოს პროცურად ოჯახით. ტოსტერი მინდა, ოღონდ არა სენდვიჩის. ტოსტერი რომ მიწე რამდენიმე გვერდს, ჩამიგდეს ფოტოები, რომელიც არის სენდვიჩის რეალურად და ესეთი მინდა მოგვიტანა ჟაბეძრენჩი, ზაკომ და დავკიდე დგასო. კიდე, ამიტომ ეგეთი ამბე მე ტოსტერის. არ მინდა ძალიან დიდი, ორ ნაჭრიანი, ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია. პრობლემა გითხრათ რა არის? სად რა დავდო? ანუ იმდენი ტექნიკა მაქვს მოხროვებული რეალურად, მართლა არ ვიცი სად რა დავდო.
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ამ კუთხით, რომ არ ვიცი და ახლა ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის არა. მე რომ აქვს 2 ნიჟარიანი, ვიყიდო 1 ნიჟარით და გვერდზე ჭურჭლის იმას საშრობს ვიყიდით და სამაგეოდ რატომი და გეტყვით. თაროები აქვს და იქ მაინც რაღაცები შევდო. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ გადგის მიკავებს. კი, აქაც მაქვს შელაგებული დაბლა თაროზე, უჯრებში ბოდიში ჩანგლები და რაღაცები, მაგრამ რეალურად ზედა სივრცე, ანუ რო გამოვაღებ ზედა სივრცე დაკარგულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისეთი ვიყიდო, ოღონდ მერე. იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარსად ვეღარაფერს ვტევ. რაღაცნაირად ხარა მომეწონება წამოვაპურწელებ, ხარა მომეწონება და გაივზო, გადაიტენა ყველაფერი და არ ვიცი სად რა დავალაგო, არ ვიცი. აი არ ვიცი. ვერ ვიგებ. ადგილი რო არა მაქვს, არის კატასტროფა, ხალხო, აი მართლად ეგას გეფიცებთ. უადგილობა. აი რა ვიცი. ძალიან ცუდი. არ მაქვს ადგილი. ხარო ფიქრობ. ეხა ისეთის ყიდვასაც მგონი ეხლა აზრი არ აქვს ჩინჭი მე რა იმიტომ ტოსტერი დავტოვებ. ხო აუცილებლად უნდა ვიყიდო მიკროღუმელი, აუცილებლად იმისათვის რომ ყოველ წამს გაზი არ ავანთო, არ ვსვარო მილიონი ჭურჭელი გაცხელებაზე, მე სხვა ჯამში გადატანაზე. აი მამა ჩემს აქვს იდეალურად იყენებს კაცმა თქვა დავისვენეო, აი დავისვენეო. სადღაც 150 ლარში ფასდაკლებით ვიყიდი. ეხლა არ მჭირდება, ზაფხულისთვის მინდა უფრო. ნელა ყველაფერს ვიყიდი მოკლედ რა. მე რა ვქნა მიყვარს ამ ოჯახის რაღაცების ყიდვა და მოვკალი კაცო თუ გინდა რა. აი რატო უნდა გავიქცე მაგალითად თუნდაც ხორცის მანქანაზე სხვასთან, აი რატო უნდა გავიქცე, აი ელემენტარულ რაღაცეებზე რა. ეგ არის ელემენტარული, უნდა გქონდეს ოჯახში. ბიჭო, აუცილებელია რა, აუცილებელია, გჭირდება, ხო? ხო და მე კიდე მიყვარს ეგეთი რაღაცეები. აი საოჯახო მაღაზიაში რომ შემიშვათ, შეიძლება 8-5 რაღაც წამოვიღო და აქაც ვერ დავტიო სახლში. რა გავაკეთო? რო არ მიყვარდეს, ხო არ ვიყიდით. და რო არ მჭირდებოდეს კიდე. მჭირდება და ვერ გავიკი. ძალიან მჭირდება თან. არა, ტოსტერი უაჭველი მინდა, იმიტომ რომ მე ტოსტზე ვგიშდები. ძალიან მიყვარს თვითონ ტოსტი. აკე ძალიან დიდი კალორია აქვს და არ გერჩევთ. მაგას გერჩნიოთ როგორც თათარბერაკი, როგორც ატრია, მოდი. ბევრმა არ იცით თათარბერაკი, ამიტომ ატრიას გეტყვით. ატრია მომზადოთ და ისე გაიგეთ. ოღონდ ატრია კვერცხის და იმის გარეშე გულისხმობ, თორე ხა მაგით ისევ ისეთი მაღალი ისე ქნება კალორია. უბრალოდ სომი, მოზელილი და დაჭრილი. გრძლად აი ეს რომ გამოსატარებელი ერთის სული მაქვს, მაგით დავტესტო როგორი გამოვა. სამწუხარო ჯოხები არ არის. ანუ იმის ჩამოსაკიდებელი რო არის, რა ქვია, მაგ ცომების ჩამოსაკიდებელი. მაგრამ ხარც მჭირდება გიხოწე. სხვათა შორის ერთი პერიოდი ეგენი მქონდა გაყინული და მომივიდნენ სტუმრები ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩვენი კუთხის კერძები, აი ჩვენი კუთხის ადამიანები ისევ რა. ხო და ისე ვიყავი, რომ აი იმ მომენტში რაღაცნაირად თითქოს არ მქონდა ესე კერძები მზად რა. ეხლა როცა ადამიანი მოვა ისე რომ არ ელოდები, ხო, შეიძლება აბსოლუტურად არაფერი ქონდეს სახლში კერძით. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. აი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეიძლება იმ მომენტში არ ქონდეს არაფერი, იმიტომ რომ ფული არ გადავერიყიდე. იმიტომ რომ არ მოგინდა გაკეთება, იმიტომ რომ არ იყავი სახლში, იმიტომ რომ არ გეცალდა უამრავი რა. მათ შორის არ ქონდა ფული. ხო და არ მქონდა ხა ისეთი არაფერი ფიჩახა წვნია სხვა მიუტანო. რაღაცა ცოტა წვნიანი იყო ქვაფში, რა არ მახსოვს რა. ხო და კვერცხი მქონდა. ეგ მქონდა, თათარბერაკი მქონდა. კიდე რა მქონდა. და
ძეხუთ რაღაც არ მახსოვს რა ესე. ხო და გავაკეთე უცებ ჩიჟიბიში. შინაურები იყვნენ უცხოები არა ხალხო რო ხა ჩიჟიბიში სხვა მიუტანი ბაზრო. ისეთ უცხოს რო აი ჯადუფიცეროდ რო უნდა დახვდე ხო ხდები. შინაურები რა. მაგრამ შინაურებს ხონდა ჭაბარა მნიშვნელობა. ეგ მომხარშე და გადაირივნე სად გქონდა და ხინული გქონდა. ძეხვი შევწვი იქ ისე და გავშალე სუფრა ეგ ბჟავი მქონდა ეგ ყველი მქონდა და გაიჟე სამეფო სუფრა გაიშალა მაგრამ იქეიდეთ. თავარი რა არის? თავარი არის ღიმილით დახვედრა ადამიანთან, თორე შეიძლება არაფერი გქონდეს და თავარი განწყობა, როგორი განწყობით დახვდები იმ ადამიანს ღიმილი უნდა შენი და გულში ჩახუტება უნდა რომ მოვა, თორე სულ არ უნდა შენი დაყრილი კუპატი. ეხლა ზოგი ეგეთია, რომ აბა რა გიდევს დამოწმებს, მაგრამ ეხლა ვინც ეგეთი უკვე ოფიციალური სტუმარია, რომელსაც ისედაც ისე არ დახვდები რა, ხო ხდებით და ზოგი არის მაგალითად აი ამ ბოლო დროს უფრო რომ აი სტუმრებსაც კი ადამიანებს ვინც მათთან მიდიან სტუმრად არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ერთი მიდის თუ ორი უკვე ხვდებიან ისე ნამცხვარი ყავა რაღაცა იქ სნექები და არანაირი სადილები და რავი რაღაც თავის გადაგლეჯვები ანუ ხვდებით რა აღარ ხვდებიან ეგ და აი ძალიან ბევრს ვთქვათ რომ ნეტა შენ რა იყიდე რაღაც ერთი ნამცხვარი თუ რაღაც და მე რო დავფიქრე სნექებს და იმას უფრო ბევრი თანხები ჭირდება ვიდრე სადილე რომ მოამზადო 1-2 კერძი და მოვიდი მეთქი ვარემ კერძს მოვამზადებ რა თუმცა მქონია კაც შემთხვევა რომ ისეც დავხვედრი ვარ გააჩნია ისე კი არა უფრო მეტი დამჯდომია კიდე ნამცხრები და რაღაცეები ყველი და რა ვიცი ხო იცით რა ისაყოლებელი ალავ როგორც ალაფუ შეტყიდა მე არ შემიძლია ანუ თლად ეგრე დახვედრა არ შემიძლია. აი, სულ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, ჩემს ნათესავებს ახლობლებს, უცხო არ მოვა ჩემთან. ნახე, მიასავნიშნელის. კარგი სიცოცხლე, რომ ის ხო. რა ფული და. დაბადების დღეს ფული. დედიკო, მამიკო, უკვე მოგიგროვა დაბადების დღის ფული, სიყვარულო დე. სად არის შენი ფული, დედიკო? ხო და ის არის სულ ვეუბნები ხოლმე რომ დააპირებთ მოსვლას ჩამოსვლას ძირთადად ახლა მე ძალიან ბევრი ნათესავი დაუახლოესი ადამიანი მყავს რაიონში, სოფელში, საზღვარგარეთ ესეთ ვეუბნები ხოლმე რომ სანამ დააპირებთ მოსვლას შემეხმიანეთ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ ვარ სახლში ან არის ხოლმე რა ვიცი შემთხვევა რომ შევა ვარ მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ რომ ვერ აი როგორ? რომელი გინდა რომ მოგწონს რომ გავიკეთო? შენ რომელიც გიხარია და გაგიხარდება. არის ხოლმე რომ ისე მაქვს სახლი არეული მე თვითონ რაც სუსტად გრძნობდა რომ გავიგებ რომ მოდის რაღაცა მობილიზაციას უკეთებ ჩემ. ანუ ხო ხვდებით რა, ანუ დისკომფორტს მიქმნის მე მოულოდნელი რაღაცეები, აი შოკში ჩავარდე. და არ ზოგადად მირჩევნია რომ ვიცოდე რომ მოდის რა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი მყავს ისეთი რომელსაც მინდა რომ დავხვდე ისე როგორც ჩემს გულს უხარია და ჩემს გულს სხვანაირად უხარია ხოლმე და ისე უცებ რომ მოვა მე ვერ ვასწრები ჩემი გულით დახვედრას რა თორე ჩემთან ხა ისეთი ადამიანები მოდიან არავინ არ იტყვის რომ ის არ ქონდა და ის არ ქონდა მაგრამ მე თვითონ ვარ ადამიანი ისეთი რომ მე მინდა ის ჩემი ნახელავი მიირთვას მე მინდა რაღაცნაირად სხვანაირად გამოვხატო მის და მის სიყვარული ვიცი რა უყვარს ხო იმ ადამიანს უმრავლესობას მინდა რომ ის კერძი დავახვედრო და რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულებები მაქვს ხოლმე და მაგიტოვნები ხოლმე რომ ვაიმე ენჭიბი წინაც არ დაბირეკ ისედაც მე ვფიქრობ რომ ადამიანთან რომ მიდიხარ უმჯობესია იცოდეს რომ მიდიხარ რა ვიცი ეგრე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და აი რომ ამბობ ხოლმე რომ წინასწარ ვიზიტებზე უნდა ჩაეწერო თუ რაღაც არ მოწოს ესე აგდებულად რომ საუბრობენ იმიტომ რომ არაფერი არ არის იმაში ცუდი რომ დაურეკო ადამიანს და უთხრა რომ ცალია რომ მოვიდე ეს კი არის შესაძლებელი თუ შეიძლება მიმიღებ სტუმრად ელემენტარული უთხრა რომ სახლში იქნები აი რომ მოხვიდე და არ დაგხვდე აი რომ მოხვიდე კარი არ გაგიღო და არ და სახლში ვიყო ანუ ხო ხდებით რა ხაროს ვერ გავიკეთები ეგრე, მაგრამ შეიძლება კიდე რაღაცა იყოს და ყოფილა ალბათ ვინმესთან შემთხვევა, რა ვიცი მე.
ხო და ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რატომღაც რომ მე ვიცოდე რომ მოდის ადამიანი ჩემთან არ აქვს უშუალო ვინ იქნება მოკლედ. მამაზე არა და დედაზე საუბარი. ასე რომ დედიკო პულტი მომიტანე რა რაღაცა ძალიან ხმა ისმის და არ დამებლოკოს ვიდეო. ცოტას დავუწევდე. სად არის? გადასართავი სად არის? მომიტანე ჩემო სიცოცხლე რა დამებლოკება მერე. ვაჩვენებ დედი, ვაჩვენებ, აბა რას ვიზავ ჩემო სიცოცხლე. გადმოდი ჩემთან. ნელა ჩემო პატარა, ნელა დედ, ნელა თვალში არ მატაგობს. თვალი არ გამომთხარ. მოდი აქე დაჯექი დედი, უნდა გაჭამო და აჩვენე შენ თვითონ. მოდი ჩემო პატარა, მოდი დედი. მარიკო სათვალეები შეაფასეთ. მოდი ერთი წუთი შენ თმას პატრონი გამოუჩნდეს რამენაირად. მე კარგად გაგიკეთავ, მე დედიკო ეხა მაზი მისვია თავზე სიხარულო და მერე გამიკეთე, კარგი? ეხლა დესულის გაგიცხიმიანდება ხელები, მაზი მისვია, ხო ჩემო ლამაზო. აჩვენე შენი სათვალეები დე. ვაჩვენო. თვალში არ მატაკო, კაცო. ო. აი რატომ ცხელა ხალხო არ ვიცი, მე არ მცხელა. ცოტა ცივა? არა, შულ ცოტა მცხელა. აჰა. დაჯექი ჩემო სიცოცხლე ერთი წუთი თან მივირთვათ. ბევრში არ მცხელა, არ გავიკუდე. არ გავიკუდე. როდის მოგიხარშოს დედიკო მტოლმა? ტოლმა? ხო. შენ როგორ ჭირდა? მარიკოს როგორ უნდა? ცხელი ხო არ არის დე? ხო და თქვენ როგორ გირჩევთ მარიკო თქო რა წესიერად მოიქეციდე. თქვენ როგორ გირჩევნიათ ხოლმე აი არ მიყვარს რა ეს სიურპრიზები, ოღონდ აი დაგადექითაზე სიურპრიზი არ მიყვარს, რავი არ მიყვარს რა. დედი გამოიწიე რომ მიირთმევ ძალიან ახლოს არ იყო. კარგი ჩემო ლამაზო დე. ანუ რა ვიცი. ვიცაბები მე რაღაცნაირი ის მჭირს, იცით? არის ხოლმე რა დღეები რა ძიმე დღეები არის ხოლმე ადამიანების ცხოვრებაში და აბა მოვიჟო. მე კიდე ესეთ ბედი მაქვს, რა იმ ძიმე დღეს უნდა მოვიდეს აი რაღაცა სიურპრიზი და არ მიყვარს ეგეთი სიურპრიზები. არა. და მე სიურპრიზებზე რა მჭირს? აი შოკიდაში ვეღარ გამოვიდე, თავის ტკივილი მივარდება სიხარულისგან და აი დედაჩემს ზონდები ხოლმე, რომ იმის გავსი რამე არ გააკეთე, უცებ თავზე არ დამადგე. რა ვიცი რომ საბერძნეთში რა დამადგე, იმიტომ რომ ემოციური ვარ და აი რავი, არ მინდა რა, არ მინდა ეგეთი სიურპრიზები. ხადედიკო. მოკვიჩე ნორმალურად თუ შეიძლება რა. ხო რავი, ვის როგორა. აი დაბადების დღეზე დაადგეს სიურპრიზი, ეგ კიდე სხვა რამე. საერთოდ სხვა რამე, კი ბატონო, მომძათი. მაგრამ აი ისე არ მიყვარს რაღაცა ყოველდღიურობაში. მე არ მაქვს ახლა საუბარი. რას აკეთებ მარიამ? რას აკეთებ? კურიერმა დამირეკა 2-3 წუთში მოვა მომიტარჩევს მარჯვენა ხელს თუ მარცხენას მარჯვენა უკვე მაქვს ხო კაი იყოს მარცხენა ხო და ვნახოთ ერთად ვიზუალურად როგორი იქნება და მერტოს რომ მოვზო მე დავტესტოთ ეგ ამბავი ჯერ უნდა გავერკვისებდეთ რა და როგორ უნდა კიდე კაი აბაზანაში არ შევედი ვნახოთ როგორი მოვა მე ერთი სული მაქვს რომ ვნახო დედა ყველაფერი ასე რატომ მიხარია ხალხო ანუ ყველაფერი მიხარი აი ფრჩხილის ლაქსაც რო შეიძლება ეგეც მიხარი აღარ მე ბავშვობიდან ასე ვარ აი სირედით ძალიან მაბედნიერებს ყველაფერი მაბედნიერებს ამ ქვეყანაზე ანუ აი ვიღაცი დაღინება შეიძლება გახდეს საფუძველი რომ მე მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყო. ასე რომ ცოტა გონი არის. მოკლედ მოვიდა, ესეთი ხო არ მეკონა ეს სიმძიმე თუ იყო და იმ სიმძიმეა რომ აი რავი რა გითხრათ. ნახოთ როგორი მოვიდა. დაკაკუნე. ოიდე დავაკაკუნო. ვნახოთ რა გამოვა ამისგან. მეც ძალიან მაინტერესებს რაღა დაგიმალოთ. მოდი ძალიან ცუდად გაშტატივი და გავასწოროთ ერთი წუთი. მე მგონი ასე ჯობია გოგოებო თქვენ რა სიტყვით. კი, კაცო ასე რატომ მედგა? ხო, აი ძიმია რა, ნუ აი მე მიშველეთ. მე მგონი დღეს სანამ ყობა არ მოვა, მე ამას ვერ გავუგებ ვერაფერს. ვნახოთ. საუბრებია გასაძრობი გოგოებო. რეალურად ეს რა თქმა უნდა სიტყვები არ არის და მოდი ერთად მიშველეთ.
მიშველეთ. ყველაზე მეტად მოდი დედა ამაძრობინე. რეალურად არის აი ეს. ოპა, დაიკავე სიცოცხლე. დაიკავე სიყვარულო, დაიკავედე. ავაძროთ. ზოგი ისე ადგილას არის ნეტა თუ ავაძრობ მაგას. ერთი წუთი სიყვარულო, ერთი წუთი დედი. ხელი არ მოყვეს და ემაცადე. დაიკავე ლამაზო. მოდი შენ ეს ააძრე დე. აი მე ეს ისეთ ადგილას აქვს პინცეტი ხო არ მოვიტანოთ გოგოებო. კი. პინცეტის გარეშე მე მზამძრობი არა ვარ. მოკლედ, გავასუფთავეთ მე და მარიამა, ჩემი კუსკუსა, მარცხენა ხელი, რომელიც ძალიან მოწონს როგორც ვიზუალურად, აი ხა არ ვიცი ცომი უნდა მოზილო და ვნახოთ როგორი იქნება, სანამ ჩემი თმის ნიღაბის შეწოვას აგრძელებს, ვფიქრობ რომ მოდი გავაკეთო, ძალიან მაინტერესებს. უბრალოდ რაც ვერ გავიგე და უნდა მივწერო, არის ის ერთი წუთით. ანუ ვერაფრით ვერ ვატრიალებ ამას, რომ აი სხვა ის დონეები ხო აქვს. და ეგ რომ ვნახო, ანუ უნდა მივწერო მეთქუბში, მე ვერ ვაკეთებ სწორად, ან ინსტრუქციაც მოყვა და აქაც უნდა ჩავიხედო. მომედადიკოვა ჩვენო, ხო ეს არის სამაგრი რომ არ იცურაოს. მოკლედ ესეთი ამბავი, ხა ამას მე კარგად გავწმენთ, გავასუფთავებ. მიშველეთ. აი ასეთი აქედანაც გაჩვენებთ სხვადასხვა ცომს რომ გავაკეთებ. ცოტას ყველაზე მოვსინჯავ, რაებს აკეთებს და ვნახოთ. მოკლედ, დავტესტე გოგოებო. ძალიან ბევრი ვიწვალე, იმდენი ვიწვალე, რომ ერთი კუცხიკას გავაბრტყელებდი ხელით. რაღაცა ვერ გავუგე აშკარად ზომებში, იმიტომ რომ 1 და 2 ზომა, ანუ ყველაზე მაქსიმალური ზომა არის იმდენად ძლივს მოვატრია, რომ სულ გათხელებულიყო ქაღალდივით. და იმდენად გრძლად აფრტყელებს, რომ ნუ მაგას ვერაფერს ვერ უზა. სხვა ზომები, დიდი ზომებია და ანუ დავი დიდ ზომებზე არ იმაშურება. კაი საშუალო ჩადე ცოტას გააფრტყელებს და მე რო უკვე всё, ანუ ითხოვს ზომი, რომ კიდევ დააპატარავ და რო აპატარავებ, იმდენად ათხელებს, რომ აი როგორც ქაღალდი. ხო და მოკლედ გამოდის, რომ მე ვერ გავუგე და მე საერთოდ ვფიქრობ, ხარახურა ვიყიდე. და მე მგონი რომ არ გირჩევთ, არ ვიცი, თუმცა შანს მივცემ კიდევ. 1-2 მომეწონა და ვფიქრობ რომ შეიძლება, ანუ გამომადგეს. სახის კარგია, სხვათა შორის არ ღირს ძვერი. სუფთა სახლში ვიყიდე. ხო და აი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ვფიქრობ რომ შემოტყულა მივათხლიშეს 53 ლარი. სხვებით გავსინჯე, უბრალოდ ეს არ და თქვენთან არ იმას მიქნია, ანუ სხვებით გავსინჯე და აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩი. აი გრძლად დაჭრას კიდე ვინ დაეძებს და მეორე როა რაღაცა ბადისებრი, ეგ საერთოდ ვერ გავიგე რისია და არის კატასტროფა. ან უხარისხოა, ან უბრალოდ ასეთია და სხვანაირად ვერ აკეთებს, ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი რომ ყველა ერთნაირია, ეგ ცოტა ძვირიც როგრის და ცოტა იაფიც, იმიტომ რომ რეალურად ხა რა ვიცი. მაგრამ ვიდეოებში რომ ვყურებ, მათ შორის ქართველი ინფლუენსერებიც რომ რა ვიცი აკეთებენ მაგით, ჩვეულებრივად აკეთებენ, ერთ ჩადებენ, ორს და აფრტყელებენ და ცოტა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ეგრე ვერანაირად ვერ ვფრთხილდება და აი რანაირად ჩვენიან არ ვიცი. მოკლედ ვერ გავუგე ეგრე გამოდის, მაგრამ შანს მივცე. შანსი მივცეთ. აი მე მარიკვა ვიყვანე. ხო და იქ მყავდა რა ქვია აბაზანაში. იმიტომ რომ მე იმას ვქენი რა ქვია, ვიბანავე, დავსვი იქ. ხო და სარკეში ვხედავდი თან რომ მეთქი რა ვიცი მე ხო ცრაფეთიანი ვარ და მეთქი რა ხდება ერთი ვაკონტროლ. ეს გიშდები. ანუ სახე არის ამ დროს ისეთი რბილი, რაღაცა დამყოლი, მაინც ნოტიო როა. გირჩევთ რომ იბანავებთ, შემდეგ
მალევე მოიყვანოთ სახე რაღაცა ტონუსში და არ დაელოდოთ ძალიან გაშრობას. მე ყოველ შემთხვევაში არ ველოდები ხოლმე დიდად გაშრობას. უფრო ჯობია რომ და მე მესამე ყავას ვსვამ ხალხო კობა რომ ვაკიდე უნდა დავლიო და დღეს მეგონი მოვკვდები. იმდენი ყავის მამიწევს არსად არ გადავებლეყვე. გასწრიკ. კარგი დავიტენიანოთ თვალი. ხაცნერი საღამო არაფრის მთქმელი. და ზოგადად ეს შაბათ-კვირა იყო აბსოლუტურად არაფრის მთქმელი. ჩემთვის და თქვენთვის არ ვიცი. ნუ იმას არ გულისხმობ ხარ რომ რაღაცები ვიყიდე გამიხარდა. ანუ ზოგადად არაფრის მთქმელი დღეები არ იყო, აი რაღაცა ვერ გავიგე. რაღაცა უაზროდ გავიდა. თითქოს ვერაფერი ღირებული გავაკეთე, ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. არ ვიცი. პარასკევი შაბათ-კვირა ორშაბათი ვისვენებთ გოგოებო, ახლა არა, ეხლა რომ მოვა. ძალიან მიხარია. ფრიად თან მოხარული ვარ მაგამბით. დასვენების დღეებია. მე მაგათად მიკვირს, ნუ პარასკევი არ მიკვირს, მაგრამ ორშაბათსაც რო ვისვენებ მიკვირს, მაგრამ ვისვენებთ. ნუ შაბათ-კვირა ესეც ვისვენებ. ხო და ძალიან მიხარია. აი მე და თავი რატო ამტკივდა, მგონი ცხელ-წყალში ამტკივდა. აი მე შტატი მაგაიხაროს რა დავისვენე. იმედი მაქვს სულად არ ჩანს ხო გოგოებო კადრები. იმედი მაქვს. ხო და რა ვიცი, იმედი ეტყუილად არ ვიყიდე. დარწმუნებული ვარ სხვა უკეთესად გამოიყენებს, მე მგონი ვერ გავუგე, მაგრამ ხარისხი არ არის რა ეხლა. მე მაგალითად მაგაზე ვერ ვეტყვი ვერავის, რომ აუიყიდეთ თუ რაღაც. ვერ. რავი, დღეს ვერ გეტყვით და ეხლა მე თუ ხელი გამეწაფა და მაგრა დავამუღამე, არ ვიცი, მაგრამ ეს დღები უნდა ვსინჯო მოვზილო ხოლმე ერთი რას იზავს ვნახო. გადავიდეთ რძიანზე. ნუ ამის გემოზე ვაფრე ხა. ეს არის B. ოღონდ ღია ფერის ბეთი გოგოებო, მუქით არა, მუქით სხვა არის. B, ანუ აბსოლუტურად ჭიქარო ხატია და რძის ფერია მთლიანი, სითხე აი ეგ. ჩემი საყვარელი გემოები ეს არის და თუ გამაფშეკინა სადმე ფეხები ამდენმა ყავამ, სხვათა შორის დავაკვირდი რას გოგოებო, რომ ამას რო იმაშვები, რა ქვია, სვამ გული მიჩქარდება. რავი, მაგას დავაკვირდი. ასე. გამთავებია ჩემი შამპუნი, ანუ არ მეყოფს და მარიკოთი დავიბანე. ხო წარმოგიდგენიათ. მარიკოს გამოვიყენე შვენი და იმედი და თვალში შევისხა. რატო ისხავ შვილო? ასე. მეორე რომელიც არის, ანუ სკალპის რომელიც არის უშუალოდ რა ვიცი როგორ იყო და ცოტა დაღურილა თურმე და ეს კომოდისის გამიფუჭა ტრილიაჟის. ეს არის ძალიან კარგია, ესე ხელებით გოგოებო ჩხილით. ოდნავ ფრთხილად გადაისვით ხოლმე თავის ტკივილს ძალიან აყუჩებს. ხო და რავი რითი გავაცალო გოგოებო, არაფრით არ გავიდა. სველი რაღაცეებით და რავი რითი გავა ვერ გეტყვით. მე რა წითელი ვარ სახე. რითი გავუყვანო, რჩევებს ვიღებ. არ მინდა რა, ეხა ტრილიაჟი მაგით გავიფუჭო ნამდვილად. No. შინგენაცო. კაპირატუ არ გსვამდი. მაგრამ რომელსაც ვსვამდი არ მომწონდა და მე არც ვსვამდი და ესე აქტიურად არ მივირთმევდი ხოლმე ამას. ხო და ეხა ესე თუ გაგრძელდა ჩემი გულის ფრიალები, ამას მოუწევს შეწყვეტა. უბრალოდ გემო იმდენად მიყვარს, რომ აშკარად მომენატრება, მაგრამ ეთყობა უფრო იმიტომ მიჩქარდება იმასაც რო ვსვამ, ამასაც უკვე დატეკება მიმდინარეობს.
მე არ გაწვიმდეს სარეცხი მაქვს დაფენილი. დავიღო. მე ცოტა მოგვიანებით დავაუთხოვებ ყველაფერს. რაც უნდა ჩავიცოთ უშე ხმა ხვალ. სამუშაო დღე. ალბათ ორთოში შვებულებაში გავალ. და მე YouTube-ში ვიქნები ძალიან აქტიური. შევეცდები, რომ დღეში ორჯერ ვიყო აქტიური. ისე დაყოფიერად. ისე ვთქვა. Pro live-ში ხოლმე შემოვიდე. რომ დრო არის, რომ მეკად კიდე მომემატოს აუდიტორია, თუმცა ახლაც არ უჩივი, მშვენივრად მივცუნცულობ, მაგრამ მაინც. საჭიროა დიდი აუდიტორია. გარეთ მოკლე ზღრიალი. მე ზღრიალია დღეს გეფიცებით რა. აი ყელში ამოვიდა, მინდა რომ გავიდე და ვუთხრა რომ ხალხო 24/7-ზე რო დგახარ გარეთ. ვინ არჩეს თქვენს ოჯახებს? მე კი ვიცი ვინ არჩეს. მე მინდა ვკითხო, ვინ არჩეს თქვენს ოჯახებს? ცხოვრება ჩაგივლით, ძალიან ხან მოკლეა ცხოვრება, გაგივლით თქვენ ცხოვრება და დაგრჩებათ, რავი, რა დაგრჩებათ. გარეთ ხომა, მეტი არაფერი. თქვენ ცხოვრება ეგ არის. და ამ დროს საცოდავი ცოლები გააყრილები არიან 24/7-ზე, რომ ამათ ჩასახეთქი მოიტანოს რა უკაცრავად. გსმირენ რა. ახიზიანებს ძალიან. მე რა ვქნა ასეთ კაცს და ვერ დავრჩები ხალხო რა. ისეთ კაცს და რომელიც 24/7-ზე დგას გარეთ. აი 24/7 მის ცხოვრება ეგ არის და რატოს დგანა გარეთ კარგად ვიცით? ვერ გავჩენები. ნუ არა. მარტო უკეთესად შემიძლია ცხოვრება მოვიწყო. ანუ ვიშევალიო ცხოვრება ხო არ იცით. ნებისმიერ წამს, აი ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნები ხოლმე რომ ნებისმიერ წამს ჩვენ ჯვარი გვწერი არამე იყოს უდესმე მე არ დავიხევ უკან იმის გამო რომ ვაიმე რაღაცა ფინანსური თუ გადასარევად მივხედავ ჩემს თავს გადასარევად და ჩემს შვილსაც შევყოში რომ შევეცდები გადასარევად ჰაერში ვერ აყრი დოლარებს მაგრამ ანუ შევეცდები რომ არაფერი ჩემი მხრიდან ჩემს შვილს არ მოაკლდეს ახლა რომ მამა ხარ და პასუხისმგებელი ხარ კიდე პლუს რაღაცებში გასაგებია მაგრამ ზოგადად ვეუბნები რა აი რაფის გამო უკვე ვერ დავხსოვ რა ამ დროს ვერ ვიგებ აზრს ამ აი ასე მამაკაცთან ყოფნის აზრს ანუ დილი შენთან არ არის ღამე შენთან არის შუა დღე შენთან არის უფრო შენ არ ხარ სახლში იმიტომ რომ მაგას უნდა აჭამო და ბავშვებს აი რატო უნდა იტანო ანუ სახლი არ ვიცი აბა რაღა არის გამაგიყარო კაცი ყავდეს გვერდით თუ აი რატო აი არ ვიცი ალბათ უყვართ რა ვიცი რა არ ვიცი რა ასე რა უყვართ რა ვიცი მე რომ აი არა თავის დაღუპვა მეტი არაფერი მთელი ცხოვრება შენი ახალგაზრდობა გაირბეს და შეგრჩება ვიღაცა ბლეყვე რომელიც სულ ესე დადის 24/7 ჯვარი წერია ყველას ეგეთი შვილისაგან ეს ეგეთი სიძისაგან და საერთოდ ეგეთი ოჯახის წევრისაგან ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს შეიძლება დავტესტო რა ვიცი ყველას ჯვარი გწერია ასე ცოტა სახე ჩამიცხრი